მომიტინგეების მიერ დაკავებული რიგით მეოთხე ქალაქი და პროტესტის მე-11 დღე ირანში მაშჰადი, რომელიც აქციის მონაწილეებმა აიღეს ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი და რელიგიური ცენტრია. დემონსტრაციები ქვეყნის 31 პროვინციის 111 ქალაქში მიმდინარეობს. გრძელდება დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. ისმის სროლის ხმა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 40-მდე ადამიანი. სახელმწიფო დაზღვევა შეუჩერდებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 6 თვეს საზღვარგარეთ გაატარებენ. დადგენილება ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფ მასარჯველაძემ 31 დეკემბერს გამოსცა. მიუმართავ ქოც რუსებს შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ. დათმეთ ძალაუფლება ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა. პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი ციხიდან პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება. ყაბალაშვილმა აქტის გამოცემა ნათლისღებას დაანონსა, თუმცა უცნობია შეეხება თუ არა ის აქციაზე დაკავებულებს. სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველ 100 დღეში გადაუდებელი რეფორმების განხორციელება, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. პარტია თავისუფლების მოედანმა გარდამავალი ეტაპის გეგმა წარადგინა.